მას ბრიფინგი ქონდა კონსტიტუციის თემაზე. გიორგი გუგავა ლეიბორისტული პარტია, ლადო ბოჟაძე სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, რომელიც ესწრებოდა საკონსტიტუციო პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრებს. კახასგან და ბატონი გიორგისგან დავიწყებ, ვინაიდან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ ისინი. თქვენ როგორ გაიგეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ კონსენსუსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რამდენად მომწიფებულია პოლიტიკური სპექტრი. თქვენ როგორ უყურებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, როგორც უმწიფარს თუ როგორც მწიფეს? მოგესალმებით დიანა, პირველ რიგში ვისარგებლებ სულ ნახევარწუთიანი რეპლიკით, ეხლა მოვდივარ პროკურატურიდან, სადაც იმართება ბაშთა სამყაროს დაზარალებულების აქცია, მათ დავპირდი მე, რომ თქვენი ეთერის საშუალებით უბრალოდ კიდე ერთხელ მიმართავდი ხელისუფლებას, რამდენიმე თვე არის ეს ხალხი ნებისმიერ ამინდში მართავს აქციებს, აი რა ვიცი, ყვირის უკანასკნელი ხმით აქ არიან ხალხი, რომელიც ყველაზე უფრო გაჭირვებულ დღეში არიან და ელემენტარულად ეგება ინებოს ამ ხელისუფლებამ და საკითხების გადაწყვეტას თუ ვერ ახერხებს, გამოვიდეს მაინც დაელაპარაკოს მაინც და პასუხი მაინც გადასცეს ადამიანებს. აქ არიან კიდე ერთხელ გეუბნებით ხალხი მაგალითად, რომელმაც ერთხელ სოხუმში დაეწვათ სახლი, ჩამოვიდნენ წელებზე. ჩვენი ახალი ამბების რედაქცია აშუქებს ამბებს, ამიტომ ჩვენ დავუბრუნდეთ თავარ თემას. კი ბატონო. კი, მე თქვენს მიმართ კი არა მაქვს, თქვენი ეთერის საშუალებით მინდა უბრალოდ რომ რა გული უნდა კონდეს ადამიანს, რომელი ჩინოვნიკიც გინდა არ იყოს, რომ ამ ხალხს რო უყურებთ, ჩადი და 5 წუთი დაელაპარაკე მაინც. აი ეს თხოვნა იყო მათგან დაბარებული და აგრეთვე ვიტყვი იმასაც, რომ ისინი 27 მაისს დილის 9 საათიდან გამართავენ პარლამენტის შენობასთან აქციას და ყველა სხვადასხვა დაუბრუნდეთ თემას. დაუბრუნდეთ თემას. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას. რამდენად წიფია პოლიტიკური სპექტრი კონსენსუსისთვის, რომელსაც მოუწოდებს ვენეციის კომისიის დივანი. კობახიძის განცხადებიდან კარგად ჩანს დიანა ერთი რამე, რომ მან ვერ გაიგო ის თვითონ რაც უთხრა ვენეციის კომისიამ. ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა გააკეთა ჯერჯერობით წინასწარი და ზეპირი განცხადება, ეს არ არის ოფიციალური დასკვნა, რომელშიც ნათქვამი არის, რომ რა თქმა უნდა მიესალმებიან დემოკრატიულ ცვლილებებს, ოღონდ პრეზიდენტის არჩევნების საარჩევნო სისტემის შეცვლა და პარლამენტის არჩევნების სისტემის შეცვლა ორივე საკითხი საჭიროებს პოლიტიკურ კონსენსუსს. ეხლა თუ ირაკლი კობახიძემ იცის რას ნიშნავს დიპლომატიური ტონალობა, ეს დაახლოებით ასე ითარგმნება, რომ ესე იგი ძალიან კარგი ხაჭაპური გამოვაწყვეტო, ოღონდ ყველი არ ურევია შიგ საერთოდო. თუ მიხვდებიან ასეთი დელიკატური ფორმით შენიშვნას, რომელიც ანუ პროექტი კარგია, მაგრამ მას რაღაც ერთპარტიულობის გემო დაყვებაო. კონკრეტული შენიშვნა იყო ამ განცხადებაში, რომელიც გააკეთა თომას მარკერტმა ერთადერთი და ეს იყო უარყოფითი. სხვა დანარჩენი ზოგადად კონკრეტულ მუხლებზე მითითების გარეშე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ეს დამახასიათებელია დიპლომატიური ტონალობისათვის და თუ გაიგებს ხელისუფლება, ხა რატო კეთდება ეს ამ ტონალობაში, რომ ხელისუფლებას შეუნარჩუნონ სახე. თუ მას აქვს სურვილი და თუ აქვს უნარი რომ პროცესი მართოს, ხელისუფლებამ შეიძლება რომ ისეთნაირად მოახდინოს ამ პროექტის მოდიფიკაცია, რომ ამას არ დაერქვას სახელად არც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა და არც ოპოზიციის გამარჯვება. თუ ხელისუფლება ამას ვერ გაიგებს, რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება უფრო მკვეთრი და უფრო მკაცფიო შეფასებები და ეხლა კობახიძის განცხადებას რაც შეეხება, მე მინდა ბიძინა ივანიშვილი ახლა არ უსმენს თქვენ ეთერს, მაგრამ გადაცემს მილვე. ბიძინა გრიგორიჩ, ერთხელ ხო გადაგყარათ ამ ადამიანმა ფილარმონიის შენობაში უბედურებას. ეხლა მეორეჯერ გადაყრით, როდესაც ამბობს ქართული ოცნება, რომ კონსენსუსი ყოფილა თურმე ის, რომ ექსპერტები რომ ერთმანეთში კონსენსუსს მოძებნიან, ეს ყოფილა თურმე კონსენსუსი. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად, როდესაც გეუბნებათ ვენეციის კომისია პოლიტიკურ კონსენსუსს, აქ იგულისხმება მხოლოდ ერთი რამ, კონსენსუსი მართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიების დიდ უმრავლესობას შორის. გაიგებთ? არ გაიგონებთ და ირაკლი კობახიძის ჭკუაზეულით ფილარმონია მონაგოინ დაგჭებათ. კარგით, ბატონ გიორგი გუგავას მიმართავ. ბატონ გიორგი, თქვენ როგორ გაიგეთ ვენეციის კომისიის დივნის განცხადება და თქვენი აზრით რამდენად მომწიფებულია ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომ შეთანხმების დოკუმენტი იარსებოს კონსტიტუციის სახით ქვეყანაში? შვადღე მშვიდობისა, გმადლობთ მოწვევისათვის ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მე გავამახვილებ ყურადღებას მიწის საკითხთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოვისმინეთ საოცარი განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლისაგან, თურმე კონსტიტუციით აღიარეს ის, რომ მიწას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს არის დისპოზიცია და მას სჭირდება აუცილებლად შესაბამისი პოზიციაც კანონმდებლის, ამ შემთხვევაში კონსტიტუციის
კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს, რომ აქედან გამომდინარე მიწის გასხვისება არ შეიძლება თუ არ არის ის საქართველოს მოქალაქე. არანაირი ეკონომიკური სარგებელი ქვეყანას მიწის გასხვისებით არ მოუვა დაახლოებით 400,000 ჰექტარია ჩვენი რესურსი, სასოფლო-სამეურნეო მიწები და მისი გასხვისებით, აი დღესვე რო ერთიანად გავყიდოთ, შეიძლება მიიღოს დაახლოებით 200 მილიონი. ბუნებრივია ეს სახელმწიფოსათვის არანაირი თანხა არ არის და ამას მოსდევს უკან უდიდესი საფრთხე. ანუ ასეთ ჩანაწერზე თქვენი თანხმობა იქნება, ბატონ გიორგი, როგორც მივხვდი. რასთან დაკავშირებით? ასეთ მიწასთან დაკავშირებით ჩანაწერს ექნება თქვენი თანხმობა. ისინი არაპირებენ, თქვენ თუ დაუკვირდით მათ განცხადებებს, ისინი არაპირებენ მკვეთრად, ცალსახად კონსტიტუციაში ჩაიწერეს. რაღაცას ჩავწერთო, ეხლა მოიფიქრებენ რა, როგორი ფორმულირება იქნება. ქართული მიწების გასხვისება, ისინი ამბობენ, რომ მივიღებთ ამასთან დაკავშირებით ორგანულ კანონს, კანონი მანამდეც არეგულირებდა ამ სფეროს, რომლის შეცვლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უმრავლესობას შეუძლია პარლამენტში. ქართველი ხალხის ნება რომ არ შეიძლება გასხვისდეს ქართული მიწები. ჩვენ ამ წლების მანძილზე ვიბრძოდით ამასთან დაკავშირებით, რომ არ გაყიდულიყო ქართული მიწები, არ გასხვისებულიყო ტყეები, ჭალები, არ მომხდარიყო ვაზის აჩეხვა და ასე და ასე შემდეგ. ამიტომ შესაძლებელია თუ არა კონსტიტუცია ვენეციის კომისიის დივნის მოწოდებას და პარლამენტის თავმჯდომარის. კი ბატონო, ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთ მაგალითს მოგიყვანთ საკონსტიტუციო განხილვების დროს ეს მაგალითი მე მოუყვანე კომისიის წევრებსაც. იყო ესეთი კომპანია მარტინ ბაუერი, რომელმაც შეისყიდა საქართველოს ყველა ჩაის ფაბრიკა, ჩაის პლანტაციები, ის ჩაის ფაბრიკები დაინგრა, ჩაის პლანტაციები ტურები სამყოფლად იქცა და იცით რატომ? იმიტომ რომ ეს წარმოადგენდა ეს კომპანია ინდური კომპანიის ფილიალს და რომელსაც სურდა სწორედ ეს წარმოება გაეჩერებინა საქართველოში და ის ბაზარი დაეკავებინა, რომელიც ქართულ ჩაის ეკავა პოსტსაბჭოთა სივრცეში. აი ესე შეიძლება განხორციელდეს საქართველოში სხვა საფრთხეები. ეხლა რაც შეეხება ბატონო, დივერსია იყო რამე ასეთი ქართული ჩაის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა, ეს იყო ეკონომიკური დივერსია, რომელიც ეკონომიკურმა აგენტმა განახორციელა. შესაძლებელია თუ დაშვებული იქნება უცხოელებზე მიწის გასხვისება, მასობრივად შეისყიდონ ეს, განახორციელონ ეკონომიკური დივერსია, ჩაკლან სოფლის მეურნეობა, ისედაც ჩამკვდარია იცლება სოფლები და მე დარწმუნებული ვარ ეს შეგნებული პოლიტიკაა, იმის გამო რომ დაცარიელდეს, გამოცარიელდეს ეს სასოფლო სამეურნეო მიწები და მე გაერთიანონ, გაამსხვილონ და ერთიანად გაყიდონ უცხოელებზე, რითაც სარგებელს ვერც ქვეყანა ნახავს, ვერც გლეხი ნახავს და საერთოდ ეს იქნება ანტიეროვნული დამანგრეველი პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც წინა და დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს. ეხლა რაც შეეხება ძირითად თემას დაკავშირებით შეთანხმდეთ ისე, როგორც ევროპელი ექსპერტების მოწოდება კონსტიტუციის პროექტის ავტორებისადმი. ეხლა რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ვენეციის კომისია არ არის წმინდა მამები და წმინდა წერილი არ არის, რომ არიქა, რასაც ისინი იტყვიან და ამაზე აქვს სწორება ხელისუფლებას, რომ რასაც ისინი იტყვიან, არიქა იმ გზით უნდა ვიაროთ ჩვენ. 1990 წელს, როდესაც შეიქმნა ვენეციის კომისია, მას პირდაპირ წერია, რომ ეს არის საკონსულტაციო კომისია. კონსტიტუციის მიღება ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წმინდა წერილია, რასაც გვეტყვიანო, ბატონ გიორგი, იმას შევასწორებ. კობახიძე ამბობს, რომ წმინდა წერილიაო. ეს არის ქართველი. შეიძლება კობახიძისათვის წმინდა წერილი და სახარება იყოს ივანიშვილის დაძინბაოები, რომელსაც ის არიგებს და ეუბნება, ის ვერცდება მის ორბიტას და მის ასე ვთქვათ დავალებებს, მაგრამ კონსტიტუცია არის საერთო შეთანხმების პოლიტიკური აქტი. ქართველ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ სამართლებრივ კონსტიტუციურ სივრცეში ჭირდება ცხოვრება. როგორი უნდა იყოს სოციალური დაცულობა, როგორი უნდა იყოს სამართლებრივი მოწყობა, ხელისუფლების დაყოფა, უნდა თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, უნდა თუ არა ისეთი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც სამართლიანი იქნება ეს წესი და სხვა და სხვა. ეს უნდა გადაწყვიტოს უპირველეს ყოვლისა ქართველმა ხალხმა. ეხლა რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, საზოგადოების
ჩვეულებრივ ჯგუფებს შორის. ეხლა მოვისმინეთ ამას წინათ გამოდიოდა გვასტასახელს ვერ ვიხსენებ ვიღაც ახალი გამოჩეკეს, ხო? ხო და ესო თუ ჩვენო ვენეციის კომისიასთან შევთანხმდებითო, ეს ნიშნავსო საერთო კონსენსუსო. რას ნიშნავს? საქართველოს კონსტიტუცია იწერება ვენეციის კომისიის ექსპერტებისათვის თუ ქართველი ხალხისათვის. სხვათა შორის ვენეციის კომისიამ გააправა და გაათეთრა წინა კონსტიტუციაც, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა დასკვნა დაწერა 2010 წელს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც წინა რეჟიმმა განახორციელა და ასევე შეგიძლიათ წინა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რა დასკვნები გააკეთა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ვენეციის კომისიის განწყობები, შეიძლება მას ანგარიში გაუწიოთ, მაგრამ უმთავრესი არის რას ფიქრობს ქართველი ხალხი, როგორ უნდა მას მოაწყოს ქვეყანა, უნდა ის აქციოს ივანიშვილის ბაღად, პირად ქონებად, შეპესად, თუ მას უნდა ქართულმა ხალხს უნდა რომ მან სუვერენული უფლებები განახორციელოს და საკუთარი სახელმწიფო ქვეყანა მართოს იმ კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად, რომელიც შეესაბამება თანამედროვე ცივილიზაციას, ევროპულ ცივილიზაციას და რა ასე ვთქვათ ემსახურებოდეს ერთი კაცის ინტერესებს. რა კონსტიტუციით შემოვიყვანოთ უნდა ბატონ გიორგი დიალოგში. ეს არის ივანიშვილის წესდება, შეპესეს წესდება და არა ქართველი ხალხის ნება. გასაგებია ბატონ ნიკოლოზ, თქვენ რა თემაზე იყავით დღეს თქვენი აქტივობები, რას ეძღვნებოდა? რამდენად დაეთანხმებით წინასწარმებს, რომ ეს ივანიშვილის წესდებას გავს და არა ქვეყნის მთავარ დოკუმენტს, რომელზეც როგორც ვენეციის კომისიის მდივანი ამბობს, საყოველთაო თუ არა პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შორის კონსენსუსი უნდა არსებობდეს. აი სანამ უშუალო კითხვაზე გაგცემდეთ, მანამდე მიწასთან დაკავშირებით მინდა ჩემ ბოსია და გამოხატო, იმიტომ რომ ის განხილვები, რომელიც ტარდებოდა, ყველგან გაისმოდა ერთადერთი მოთხოვნა, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს სასოფლო-სამეურნეო დანაშაულების მიწა უცხოელებზე. და იგივე მოხდა თბილისში. ამიტომ ეხა ხელისუფლება, როდესაც საუბრობს, ეხა მე ოხანაშვილს უსმენდი და განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჩავწეროთ და ეს არ არის ქართული ხალხის მოთხოვნა, რომ განსაკუთრებული სტატუსი ისედაც აქვს მიწას. ანუ ეს არ მოუთხოვია ქართულ ხალხს, რომ აი ეს ჩაგვიწერეთ იქ განსაკუთრებული სტატუსი მხოლოდ. მე ხა ორგანულ კანონზე, როდესაც არის აპელირება. 6 თვე არიან პარლამენტში, ამ 6 თვის განმავლობაში შეეძლოთ მას ორგანული კანონიც მიეყოთ, ბურთიც მათია, მოედანიც, იმიტომ რომ ნაცმოძრაობას არავითარი ძალა არ აქვს პარლამენტში. მომზადებულია კანონ პროექტი, აგრარულ კომიტეტში დევს, ჯერ წინა მოწვევის პარლამენტში უნდა მოხდარიყო ამის მიღება, ნუ კაი არ მოხდა 6 თვის განმავლობაში ხო შეიძლებოდა აი ამის მიღება. ანუ რასაც გვეუბნებიან ის მაინც გააკეთონ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა საზოგადოების ქართული ხალხის არის, რომ ჩაიწეროს კონსტიტუციაში. მით უმეტეს ასეთი ჩანაწერი არსებობს ბოსნია-ჰერცეგოვინა, საბერძნეთის, სომხეთის და ბევრი ქვეყნის კონსტიტუციებში არის ასეთი ჩანაწერი. როდესაც საზღვრების დემარკაცია არის მოხდარი, როდესაც სოციალური ფონი მძიმეა, როდესაც 300,000 ტოლვილი ყავს, როდესაც ოკუპირებული არის ტერიტორია ამ დროს როგორ შეიძლება, როდესაც შენ ყიდი ეხა შეიძლება მიწების გაყიდვა ბოლოს და ბოლოს დააყენონ საშველი, იმიტომ რომ თუ გაიყიდება ეს მიწები, მე გინდა მიიღო და მე ნუ მიიღებენ. კარგი, ბატონ ნიკოლოზ, გასაგებია, რაც შეეხება კონსტიტუციას, იმ პროექტს, რომელიც არსებობს, ვიდრე მას დაემატება ჩანაწერი მიწის შესახებ. ივანიშვილის წესდებაო ბატონი გიორგი გუგავა ამბობს, ასეთია ეს დოკუმენტი. ნუ თათასე ვერ დავარქვე, იმიტომ რომ ეხა მაგალითად ეხა იყო აქ ჩანაწერებზე საუბარი, აი მე ოცნების დეპუტატს მინდა გამოვეხმაურო, რომ აი ყველაფერი ხო არ ჩაიწერებაო კაცო იმ კონსტიტუციაში. თვედალოცვილებო გენდერული თანასწორობა ჩაწერეთ და ეხა რა გახდა თუ მიწასთან დაკავშირებით ჩაწეროთ რაღაც ეხა საქართველოში რა პრობლემა არის, ეხა ერთადერთი ეს სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები იღებენ ყველაფერს, რომ ვითომ ქალთა უფლებები ირღვევა და ეს არ არის თუ გენდერული უფლებებზე ჩანაწერი გაკეთა, რატო არ შეიძლება სხვა ჩანაწერიც გაკეთდეს, მაგრამ ერთი რამე ხა მე ერთ რამეში დავეთანხმები, აი მაგალითად პრეზიდენტთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც სააკაშვილი იღებდა კონსტიტუციას, მაშინაც კი ვენეციის კომისიას ჰქონდა ესეთი პოზიცია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები იმ კონსტიტუციით, რომელიც მაშინ იღებდა, უნდა შეზღუდულიყო. ვინაიდან ფაქტურად ჩვენ მივდიოდით მაშინაც უკვე საპარლამენტო მმართველობისაკენ. მაშინაც იყო ეს პოზიცია, მაგრამ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, ჩვენო უამრავი გამოწვევების წინაშე ვართო და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ვერ შევზღუდავთო. ეხლაც იგივე ვენეციის კომისიამაც ასეთი პოზიცია დააფიქსირა და ეს ვენეციის კომისიის პოზიციაც არის, ხა გამოითქვა პოზიცია, რომ ქართულმა ხალხმა პრეზიდენტთან დაკავშირებით, ანუ რომ არ უნდა იქნას, ესე იგი ის
არჩეული არაპირდაპირი თქვენი პოზიცია როგორია? აი ამაზე იყო შეშფოთება. იქ აი ხა მე სახალხო შეკრებები, როდესაც იყო ამაზე არ ყოფილა პირიქით ხალხი ითხოვდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმებასაც კი, მაგრამ მე ხა ამას არ ვიზიარებ. ჩემი პოზიცია ეს არის. ყველა კვლევით გამოკითხვით საზოგადოების უმეტესობის სურვილია რომ თავად აირჩიოს პრეზიდენტი. თქვენამ საჯარო განხილვების დროს სხვა შტაბ-ეჭდილება დაგჭართ? იცით რა არის, ხა ეს ვისი გამოკვლევებია გააჩნია. ხა თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მმართველობისკენ და მივდივართ აქეთკენ, ხო, ამ კონსტიტუციით, მაშინ რა თქმა უნდა პრეზიდენტი უნდა მოხდეს არაპირდაპირი წესით არჩევა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ხა პრემიერ-მინისტრი აირჩიოს პარლამენტმა და პრეზიდენტი აირჩიოს ქართველმა ხალხმა. ეს არის აღრევა. ბატონოს რა პოზიცია აქვს? შტაბ-ეჭდილება დარჩა საყოველთაო განხილვების დროს. მოდით ყველას ამაში ვეთანხმები მე ხელისუფლებას ამ საკითხში ვეთანხმები რომ პრეზიდენტი მართლაც არაპირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული. ლადო, თქვენ როგორი პოზიცია გაქვთ აი ამ საყოველთაო განხილვებმა რა შტაბ-ეჭდილება დაგიტოვათ რომ საზოგადოების განწყობა უფრო რისკენ იხრება? ბუნებრივია საზოგადოების განწყობა იხრება რომ მათ აირჩიონ საკუთარი პრეზიდენტი თავად. თამაში გასაკვირი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ბუნებრივია მათთვის ეს მნიშვნელოვანია. თუმცა საზოგადოებას თუ კარგად აეხსნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც გააჩნია პრეზიდენტს, ის უფლებამოსილებები, რომლებიც კიდევ უნდა შეუმცირდეს ამ ახალი საკონსტიტუციო მოდელებით, ბუნებრივია პრეზიდენტის არჩევის წესი ასეთი აქტუალური არ გახდება. ჩვენ სულ თეორიულად საუბრობთ, რომ აი მომავალში რომ პრეზიდენტს ავირჩევთ, რას გააკეთებს, როგორი გვინდა რომ იყოს. აგერ ყავს უკვე არჩეული პრეზიდენტი და მე პირადად პრეზიდენტსაც ვესაუბრე ამ თემაზე და ბუნებრივია ეთერშიც ამაზე საუბარს არ მოვერიდებით. როგორ შეიძლება შეფასდეს პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის მოღვაწეობა დავანებოთ პერსონას თავი. მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ის ძალიან პრინციპულად განსხვავებული პოზიციები დააფიქსირა ბევრ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ეს გამოიხატა მისი მოღვაწეობის განმავლობაში 6 ვეტოთი, რომელიც წარმატებით დაძლია ერთი მოწვევის პარლამენტმა, წარმატებით დაძლია მეორე მოწვევის პარლამენტს. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას თუ ასე ვკითხავთ, უნდა ავირჩიოთ თუ არა, ბუნებრივია იტყვა რომ უნდა ავირჩიოთ, ვინ იტყვის რომ არა, მოდი სხვა მაინც. აბა როგორ ვკითხოთ, მოდით არავირჩიოთ? რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვკითხოთ არა მოდი არავირჩიოთ, არამედ განუმარტოთ ის უფლებამოსილებები, ის ფუნქციები, რაც გააჩნია პრეზიდენტის ინსტიტუტს, მათ შორის ახლა და როგორიც ექნება სამომავლოდ აკეთებს. აი ამ საყოველთაო განხილვების დროს. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსი და ის რაზეც იყო მათ შორის ვენეციის კომისიის მდივნის მხრიდან საუბარი, თქვენ იცით რომ სამოქალაქო სექტორმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა თავიანთი სფეროების მიხედვით საკუთარი წინადადებები და შენიშვნები გაუგზავნეს ვენეციის კომისიას და ბუნებრივია ყველა ხედავს რომ საყოველთაო კონსენსუსი არა მხოლოდ ამ საკითხებთან, ის შრომის საკითხებია და ბევრი სხვა თემები ქვეყანაში არ არსებობს და ბუნებრივია ვერც ერთი დიპლომატი ვერ იტყვის რომ ხო თქვენ რაც გინდა დაწერეთ ჩვენ ახლა მხოლოდ სამართლებრივად შევისწავლით და მერე მიიღეთ. რა თქმა უნდა, ყველა მოუწოდებს რომ იყოს მაქსიმალური კონსენსუსი პოლიტიკური ძალების, საზოგადოების და ასე შემდეგ. პრეზიდენტის არჩევის წესი პირდაპირ არის მიბმული საპარლამენტო თემებთან. გასაგებია. და აქ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ პარლამენტის დაკომპლექტების წესი და კონკრეტულად მანდატების განაწილების წესი დიდად არის დამოკიდებული ის კონსენსუსზე, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. და თუ ქართული ოცნება მზად იქნება ბერლინის ვიზიტის შემდგომ იმისათვის, რომ პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებასთან გააგრძელოს დიალოგი ამ კონკრეტულ საკითხზე და რაღაცა სხვა შემოთავაზება იყოს, თუნდაც გაუნაწილო მანდატთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ სპექტრში სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსი. ახლა მინდა ვკითხოთ, თქვენ რა შტაბ-ეჭდილება დაგრჩათ საყოველთაო განხილვის დროს, რომ საზოგადოება ამ ინსტიტუტის წინააღმდეგია, პრეზიდენტის ინსტიტუტზე ვლაპარაკობ და რამდენად კარგად ახსნა ეს მმართველმა გუნდმა, რა უფლებების პრეზიდენტი გვეყოლება ახალი კონსტიტუციით და რომ მისი არჩევა პირდაპირი წესით იქნება შეუსაბამო მის უფლებებთან. სოციოლოგიური გამოკითხვები მოსახლეობის 90%-ზე მეტი მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს. ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა რომ ის ამ კვლევებს არ ენდობოდა, შეიძლება ჩატარდეს სხვა კვლევებიც და მაინტერესებს ეს კვლევები, ვისაც უნდა იმას ჩაატაროს, რომელიც იტყვის რომ ხალხი მხარს უჭერს არაპირდაპირ არჩევნებს. რაც შეეხება არგუმენტებს, ბუნებრივია ჩვენ ორივე მხარეს გვაქვს უფლება გქონდეს ჩვენი არგუმენტები, დაუშვათ ჩვენი პარტია თავისუფალი საქართველოს აგერ გაგას პოზიცია იყო ლეიბორისტები, მხარს უჭერთ პირდაპირ არჩევნებს. აგერ ქართული ოცნება ნიკოლოზ ჟავანაძე, ლადო ბოჟაძე და სხვაები მხარს უჭერენ არაპირდაპირ არჩევნებს. ლადომ თქვა რომ მოდით მოსახლეობას აუხსნათ, აუხსენით ბატონო და გთავაზობთ ჩვენ რომ ჩატარდეს ამ პლებისციტი ან რეფერენდუმი და ხალხმა გადაწყვიტოს. ჩვენ ხო არა გვაქვს უფლება რა დაუშვათ ყველა ერთად რამდენი ვართ 500 ვართ 1000 ვართ 1500 კაცი ვართ პოლიტიკოსები და ექსპერტები. რა უფლებით ვაძლევთ ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენ თავს იმის საშუალებას რომ ჩვენ გადავწყვიტოთ 3 მილიონი კაცის მაგივრად. კარგი, ბატონ ნიკოლოზ, მიწასთან დაკავშირებით საუბარი არის კონსენსუსზე. ასე უნდაო. იქნებ რეფერენდუმის იდეასაც ემხრობა მკითხოთ. ყველგან არის კონსენსუსი რას ნიშნავს დიანა? კონსტიტუცია არის
ხალხის შეთანხმება, რა წესით უნდა რომ მართოს მას თავისი ქვეყანა, თუ მიიღწევა კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის და იგულისხმება ავტომატურად რომ ესე იგი ხალხიც აქ არის, მაშინ რა თქმა უნდა რეფერენდუმი არ ტარდება, თორე ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ იგივე იტალიის, თურქეთის და უფრო ადრე სხვა ბევრ ქვეყანაშიც ჩატარებულა ეს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულ ქვეყნებს გულისხმობ, სადაც პოლიტიკური ძალები ვერ თანხმდებიან, იქ პლებისციტი ან რეფერენდუმი არის ერთადერთი ფორმა. აბა როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყანას რა დემოკრატიულობაზე და რა ლეგიტიმურობაზე უნდა კონდეს პრეტენზია, როცა კონსტიტუციაში იქნება რამდენიმე, ერთი კი არა, რამდენიმე ნორმა, რომელსაც მოსახლეობის 90% ეწინააღმდეგება. ეს მართლაც მართული პარტიის წესდება იქნება. თქვენ მიწის კანონთან დაკავშირებით თქვით, რომ მიწასთან დაკავშირებით ჩანაწეს, რომ ეს ხალხის სურვილია. მოდით რეფერენდუმის გზით შევამოწმოთ, როგორია ხალხის ნება პრეზიდენტის არჩევის წესზე. არის თქვენთვის ეს მისაღები წინადადება? იცით რა არის? ახლა იტალიაში და გერმანიაში ხდება არაპირდაპირი წესით არჩევა და რა ახლა იქაც ბიძინა ივანიშვილის. ახლა ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის ხელის დაანახვა, ცოტა არ იყოს ღიმილის მონგრელია, იმიტომ რომ ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მაგალითად ხარს უჭერ ოჯახის დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და ამაზე გამოითქვა ხელისუფლების მხრიდან მზაობა, რომ ფაქტურად ეს საკითხი გადაწყვეტილია. მიწასთან დაკავშირებითაც მე იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ. რაც შეეხება ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება ქვეყანაში იყოს ორმმართველობა და მუდამ იმაზე საუბარი, ვინ წავა უცხოეთის დელეგაციაში, პრეზიდენტი, პრემიერი, ვინ არის პირველი ლედი, ვინ უნდა შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს. როგორ წარმოგიდგენია თქვენ დიანა გამოცდილი ჟურნალისტი ბრძანდებით და როდესაც პრეზიდენტი არის ხალხის არჩეული და არის ფაქტურად პირველი პირი არ არის, ხო? და პრემიერ-მინისტრი არის არჩეული პარლამენტის მიერ. მე ჩვენ ხო ვიცით რომ აი ამ კონსტიტუციით არ აქვს მას ფართო უფლებამოსილებები, ხო? და როდესაც არჩევნები იქნება, რა უნდა დაპირდეს ხალხს მას, როდესაც ამის შესრულება გვიპასუხებს მის მომხრე ბატონ გაგა რა უნდა დაპირდეს ხალხმა? აი ნიკოლოზ ჟავანაძის არგუმენტები თქვენთვის რამდენად მისაღებია? ბატონ ნიკოლოზ გაგას უნდა დავემშვიდობოთ თქვენ დარჩებით სტუდიაში, ამიტომ დავასრულოთ უნდა ის ჩართვის საშუალებით არის გადაცემაში. ბატონ გაგა გისმენთ? მოდი ესე დავაყენოთ საკითხი. ვინ გადაწყვიტა რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს საპარლამენტო მმართველობაზე? იქნებ ნახევრად საპრეზიდენტო, ან საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ან კონსტიტუციური მონარქია, ან სულთანი გვჭირდება, ვინ გადაწყვიტა ეს? ეს ცვლილებები დაიწყო 2010 წელს სააკაშვილმა, რომელსაც ეწურებოდა მეორე ვადა და მას სურდა, იმიტომ შეცვალა ეს კონსტიტუცია, რომ შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამჯდარიყო და ის უფლებამოსილებები, რაც სახელმწიფო მეთაურს გააჩნია, ქონოდა მას. ქართულ ხალხს რატო არ ვეკითხებით? რა მმართველობის ფორმა უნდა მას საკუთარ სახელმწიფოში? რო ავიკვიატეთ ეს საპარლამენტო რესპუბლიკა, იქნებ არ უნდა ქართულ ხალხს ეს. იქნებ საქართველოში სხვა ტრადიცია და მე ვფიქრობ ჩვენი პოზიცია, ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა ვიყოთ ჩვენ. ეს ერთი. მეორე, მოკავთ აქ გერმანიისა და იტალიის მაგალითი. გერმანია და იტალიაში რატო არ ირჩევენ? იცით პრეზიდენტს ამაზე ვინმე დაფიქრებულა პირდაპირ წესით რატო არ ირჩევენ? იმიტომ არ ირჩევენ, ჩემო კარგო რომ იტალიაში დაიბარა და ფაშიზმი, გერმანიაში ნაციზმი და რა კოლაფსიც გამოიწვია და რა უბედურებაც გამოიწვია ევროპაში, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოკუპაციურმა ძალებმა დაწერეს მათი კონსტიტუცია და დაწერეს ისეთი ფორმით, რომ არ წარმოშობულიყო დუჩე მუსოლინისნაირი და ჰიტლერისნაირი ლიდერი გერმანიასა და იტალიაში და რომ საფუძველი ისევ არ ქონოდა ფაშიზმს და საფუძველი არ დადებოდა ახალი მსოფლიო ომი. მეორე არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკები, ფინეთი, რა მასე ნაკლები მასე მეტი დემოკრატები ვარ ჩვენ თუ რაღაც სადაც პირდაპირ წესით ირჩევა ისლანდია, ირლანდია, უამრავი ჩამოთვლა შეიძლება უმეტეს ქვეყნებში სწორედ პირდაპირ წესით ირჩევა თუ პრეზიდენტი არის სახელმწიფო მეთაური, თუ ის წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას, თუ ის წარმოადგენს სიმბოლოს, არის მთავარსარდალი, თუ მას მხოლოდ და ესე განმარტებს სხვათა შორის, აი საინტერესო რაღაცას გეტყვით. აი ისეთივე დატვირთვა ექნებაო, როგორც აქვსო, ხიმსო, გებსო და დროშასო. გამოდის რომ პრეზიდენტი გვეყოლება დროშის ტარი. აი ეს არის ამ
ამ მოდელში ეს არის და სინამდვილეში ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს ლეგიტიმური მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირდაპირ წესით არჩეული პირი, რათა ივანიშვილს გაუადვილდეს არაფორმალურად ამ ქვეყნის მართვა, ძარცვა, გაუბედურება და სწორედ ყველაზე ახალი მოდელი პრეზიდენტის ინსტიტუტი დროშის დასვისაუბრეთ რეკლამის შემდეგ მადლობა გიორგი გუგავას არაფორმალები მართავენ ყველა ინსტიტუციას. გასაგებია, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.